ჭიათურაში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2014 წელს 3.600.000 ლარი დაიხარჯება. მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა ძირითადად ქალაქში და სოფლებში გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. ქალაქის ტერიტორიაზე რუსთაველის ქუჩის, 9 აპრილის ქუჩის, წინსოფელი, წმინდა გიორგის წინსოფელი, ფრანგიშვილის მიმართულებით ამ გზების რეაბილიტაცია, პლუს კიდე ჩასმული არის კიდევ თვითონ ქალაქის ტერიტორიაზე შიდა ეზოების მოწესრიგება და მეორე ეტაპი ესწავა დარკვეთის ზოდის მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ მეორე ეტაპი და წასრი ბეგიაურის მიმართულებით მეორე ეტაპზე განხორციელდეს სამუშაოები. გაგრძელდება გარდამავალი პროექტების განხორციელებაც. გზების დაგება იგეგმება მანდაეთისა და ხვაშითის მიმართულებით. ასევე დაგეგმილია სამედიცინო პუნქტის აშენება სოფელ მანდაეთში. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დამატებით, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, განხორციელდება გეზრული პერევისა გეზრულის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია. ამასთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდით მოხდება მანდაეთის ტერიტორიაზე ახალი ამბულატორიის განთავსება. ეს ფუნდამენტსაც ჩვენ უკვე ძალიან მალე მოვამზადებთ და ეს აწყობილი კონსტრუქცია ჩამოვა და დაიდგმება. სულხან მახათაძე აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თანხა ჭიათურაში წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაციისთვისაც გამოყო. ამ ფონდის მეშვეობით გაერთიანებული წყალმომარაგების ხაზით, ანუ ჭიათურას 100 მილიონიანი ტრანშიდან წილობრივად 28 მუნიციპალიტეტს გამოეყო და ყველაზე მეტი შეხვდება 7.600.000, რაც წყლის სისტემების რეაბილიტაციის მიმართულებით წავა და სათავო ნაგებობებში განსხვავებული ნაგებობები მოეწყობა. ჭიათურის მოქალაქეების აზრით 2014 წლის განსახორციელებელ პროექტებს შორის უპირატესი წყალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, გზების რეაბილიტაცია და უმუშევრობის დონის შემცირებაა. ხალხი ჯანმრთელობამდე იწვევს პირველ რიგში, რაც თავარი. ხალხი დაავადებულია ნახევრად მაგალითს გამოსხივებით ეს უნდა გაკეთდეს. ამ საქმეს უნდა მიხედოთ. სხვა ძირითადად უკეთესი პირობები ახლა გზაა ჩვენ არ გვაქვს და კვალი ჩვენ არ გვაქვს. რა ვიცი. წყლის სისტემა. წყალი გვიჭირსალია. ამ წუთში აი მე ხელი მткиოდა დღეს და ვზიდე მაინც მეორე კორპუსიდან წყალი. ელექტროენერგია. და გზები. ჩემი აზრით მშვიდობა ჯერდები. მე ეს ახალგაზრდების დასაქმება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სულ 2014 წელს იმერეთში განსახორციელებელი პროექტებისთვის 251.286.075 ლარი გამოყო.